ანასტასია გორგილაძე 10 წლის. სწავლობს სახალხო საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა და ხატვა. უფრო მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. ხოლმე მეგობრიდან ვსწავლიდი ხოლმე მე თვითონ მოვიფიქრებდი და ჩემი ფანტაზიით დავხატავდი. აგროვებს ნახატებს და სახლში მაქვს 7 ცალი. იმიტომ აგროვებ რომ როდესაც გაიზრდები გავიხსენო ჩემი ბავშვობა. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 6 წლის ასაკში. მე ვიყავ ბედნიერი ბავშვი, მაგრამ დიდობა უფრო მოწონს. ყველაზე ხშირად ხატავ ზაფხულის ნივთებს. მაგალითად ნიჟარას ზღვას და ნაყინს. კვლევრობა ძალიან მიყვარს და ჩემი საყვარელი კვლევრი არის კიტკეტი. საყვარელი საჭმელია საოზი. მე უკვე ვიცი საჭმელის გაკეთება, მაგრამ დედიკოს ვერ შევადრები. ჩემი საყვარელი ფერი არის იასამის ფერი და ცისფერი. არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ ბნელია და ყველა ნახატებს ამძიმებს. მინდა ვხატავდე ძალიან კარგად. ისე კარგად რომ მუზეუმებში იყოს და მილიონი ღირდეს. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ლილე ბოლქვაძე. ყველაზე მშვიდია მარინ ცინაძე. ყველაზე ცალკეა გაგა ხალვაში. მეორე ყველაზე ჭკვიანი და ლამაზი. ფრანჩიაც ვარ და გაპრანჭოთ ძალიან მიხდება. ზოგჯერ მე და დედიკო ვიპრანჭებით ერთად. ზოგჯერ ჩუმად და ზოგჯერ ნებართვით იყენებს ჩემს კოსმეტიკას. გაპრანჭის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარს სტუმრობა, მაგრამ ამეთისთან. ჩემი საყვარელი საგნებია მათემატიკა და რუსული. რუსულის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე ინგლისური. საყვარელ მასწავლებელს ვერ ვარჩევ, იმიტომ რომ ყველა ძალიან მიყვარს. ჯერ პროფესია მაქვს გადაწყვეტილი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი მოცეკვავი. ცეკვა ახლაც ძალიან მიყვარს და დავდივარ ცეკვის წრეზე. ჩემი საყვარელი ცეკვაა განდაკანა. საყვარელი ილეთია ეს. ჩემი ხორეოგრაფია ეთნარ ფუტკარაძე. ის არის ძალიან ხიარული და მეგობრული მასწავლებელი. მე მინდა სოლო პარტიას ცეკვავდე მთიულურში. მინდა ჩემი პირველი სოლო კონცერტი მქონდეს ჩინეთში. ჩინეთში სამოგზაუროდ წასვლა არის ერთ-ერთი ჩემი ოცნებაც. ჩემი ოცნების საჩუქარია ცალკე ოთახი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს გავაქრავდი ბოროტებას. ახლა მინდა 17 წლის ვიყო, რომ დავამთავრე სკოლა და გავხდე სტუდენტი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ჩემი 2 ძმა და ბები. კიდევ მინდა ვყავდეს 2 და 1 ძმა. ჩემი ძმა არის 12 წლის და ქვია დემეტრე. ის არის ჭკვიანი და ნერვების მომშლელი ბიჭი. ნერვებს მშვენს, როდესაც წერდა ვალებებს და მღერის. სხვათა შორის სიმღერა მეც მიყვარს. ჩემი საყვარელი სიმღერა არის Lush Life. ახლა მე ედება თორეს სიამოვნებით ვიმღერებ. ჩემი აზრით დემეტრე რო გაიზრდება, გახდება მეცნიერი. მეორე ძმა არის 4 წლის და მას ქვია გიორგი. გიორგი არის ზარმაცის საყვარელი და გიჟი. ის ალბათ გამოიქება. მამიკო არის მხიარული და მშრომელი. დედიკო არის ლამაზი, საქმიანი და მზრუნველი. მე ვცხოვრობ ზუსტად ისეთ კარგ ოჯახში, როგორც სულ წარმომედგინა. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ანასტასია რომ არ მერქვას, რა მემრქვეოდა? მე მემრქვეოდა ლილე. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია ლეონარდო და ვინჩი. ბედნიერება არის ხატვა და ჩემი კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.